228 წვილის მიღების შემდეგ. მოკლედ, რუსთავის 2025 იმაზე მასშტაბური აღმოჩნდა, ვიდრე თავიდან გვეგონა. კარგად მიდის ყველაფერი. ეს არის პირველი დღე. ეს არის თემამჟავია. ბოლო ნაკადი შევიდა? ერთი ბოლო წყვილი არის დარჩენილი, ელოდება თავის ადგილს რა. და ეგრე გამოვა, რომ ეს ნახეთ რა. მთელი რუსთავის თასი ჩავარი კრიკეტს. აღმოვაჩინეთ, რომ ბორჯომის თასის ჩემპიონი მონაწილეობს. ამოვაჩინეთ, რომ ყოფილი პროფესიონალი სპორტსმენები იღებენ მონაწილეობას. მონაწილეობას. მოკლედ, საინტერესო ტურნირი გამოვა რა. მაგრამ გართულდება იქეთ, მაგართან. აგოდეხმა სრული გამოთქვა, გასაგებია, მაგრამ ჩვენთანაც გვინდაოდა, რა თქმა უნდა, მზად ვართ. ძალიან მაგარია და თან როგორ გამოსრული ხო გამოთქვა აგოდეხმა და თან რომ მოუყევი ტურნირის კონცეფციაზე და რა უთხარი რომ ეს არის გზამესტიისკენ და მაგალითად აი თან რო არ წენოდა ისე უთხარი რომ მეთქი ხა გურის ყველა რეგიონში არ ტარდება, მეთქი მარტო ზურგეში რაიონულ ცენტრში ტარდება, მეთქი რომ ეგნა 100-ია, ნამდვილად 100-ია. ასევე კახეთში მეთქი ყველგან არ არის და თელავში არის თქო და აი ლაგოდე მაშინ ჩვენო ცალკე ჩაგვიტარეთ. ბატონო მზად ვართ რომ მოდის ლაგოდეხის თასი მოდის ესე იგი რა. კი. ზამ. აქ ჩუმად ვართ რა, აქ უკვე თამაშები მიდის და ჩუმად ვართ. კარგად. ეს პიკუ არის, საათი დაიწერება ჯგუფში და ყურადღებით იყოს აფრთხილებს ყველას. მოიგე? რამდენი მოიგე? 7-0 მოიგე? ხვალ გელოდებით. რატო ველოდებით ხვალ? იცი, ხვალ უკვე შემდეგი ეტაპები არის. ხვალ დილითაც ისე დავიღალეთ, რომ შეიძლება ხვალ დილითაც ეს სახე მქონდეს და ხვალ ღამე 10 საათზე არის ფინალის სტრიმი გვაქვს და აი ეს რა გვეშველება. არა, კაც პირიქით ყველაფერი კარგად იქნება. აქ ჩუმად უნდა ვიყო. ბოლო წვილი ხო არის? ადგილი გვაქვს, შემოვიყვან, ხო? ჟაო, შემილია ბოლო წვილიც მივიყო რა. განსაკუთრებული კადრი იქნება აღბეჭდები რა, რომ ბოლო წვილს ვიყო. აქ ხო არის 7-0. თავიდან თიშავ ეხლა რა, რომ რატო იცი რომ შემოდიან, აუ აქ არ მინდა დაჯდომა, აქ იმას 7-0 წაგო და ესეთ რაღაცას უკეთებ რა, ჰოპ, ვითომ არაფერი არ მოხდა რა. სრულწმენების ადგილს არ ვტოვებ. ეხლა ნახე, მიღება ნახე. ჰოპ, ჩემი ატრიბუტი. ბოლო წვილი შემოვიდეს რა, თემო. ჩემო, ეხლა ხელებს დაუმუშავებ. ვიღაცა მოიგო, მოიცა. ჩააწეინეთ აუცილებლად. ვინ მოიგო? ხურცია. არა და ისეთ სახეზე იყავი მეთქი შენ მოიგე თქო. ხვალ გელოდებით. და აი ესენი მორჩებიან ერთი წვლით და ოღონდ მოიცოდე ფიქო ჩვენ გრაფიკი ქონდა რომელსაც უნდა დაგმთავრებინა ვის ნახევარზე უნდა მიგვეღო ბოლო 8-ზე და მომთავრებთ 8-ზე აბა როგორ ხასიათი ძალიან მაგარზე ჩაიარა დღემ ძალიან კარგად ძმადექს ია ცემ თუ გცემ ჯერ ვცემე ქართველებით რატო ჭხობთ ბიჭო ქართველები არ ხარ ცხებს უნდა ეჭხობთ თქვენ ხო მაგრამ ჯერ ერთმანეთში ვარკვევთ რა რომელი ეჭხობა სხვა უბება ამო ახ მოხალისეები გაგასაუბრო გამარჯობა როგორი იყო მოხალისეობა საინტერესო იყო ყველგანაც არ გამოყვებით უკვე გამოცდილება გაქვთ რომ დაგვეხმაროთ ისე გამოყვებით ხო გამოყვებით ანუ შემდეგ გვაქვს ბათუმში წამოხვალ ბათუმში ვნახოთ მოხალისეები გვეხმარებოდნენ მადლობა აქედანაც მადლობა ესეც და ისეც მადლობა ყველა მადლობა კაი იყო წამო ეხა ბოლო წვილი მივიღოთ და დავამთავროთ რა ძლიერი ხარ ამაში კი ძალიან რომელი ერევით მე ყველა ხელში დავუმორწყვი მართლა ვიდა აღმოვაჩინე რომ აი კაი ტალანტი გაქვს ამაში ცალკე ჩავატო რა თამაშიც ზოგადად თამაშები ამის მერე ვიცი ოჯახში როგორ აი მე ხელს არ შეგიშლით ბიჭო თასი მოგწონთ მე თასი მაგრა და მევასა ლამაზად გამოვიდა რა მე ლამაზი წავედით აბა ბიჭო ყავს ბოლო გამარჯვებული ყავს გამარჯვებული გამარჯვებული ყავს დემეტრაძე არ გავს დემეტრაძეს არ გავს მაგრა გავს Sorry, I bet speak Georgian and მართლა? კაი, წავედით. всё, ეგ არის. თებერვალი 7-ის ნახევარი ხდება. დაძაბულობა უკვე შეიძლება ითქვას რომ პიკს აღწევს, იმიტომ რომ მაგარი თამაშები წამოვიდა. ეხლა ვინც არის დარჩენილი უკვე რავია. 256-დან 16-ში მოხვდები ძალიან რთულია. მაგარი თამაშები გველოდება. წინ ერთ-ერთი თამაში იქაც მიდის ეხლა მაგარი 4-4 არის და მე მგონი დამატებითზე გადავლენ ისინიც. ამის მერე იქნება ეხლა უკვე 1-16 და ეს იმას ნიშნავს რომ ვინც მოიგო უეჭველი საპრიზოში არის. რაღაცა ხდება იქ. წამოვონ ჩუმად დავადგეთ. კაროჩე 4-4-ზე გაიჭიდა. დამატებით დრო და ეხლა 5-4 არის დამატებით დროში გაუტანა რეალმა. ამიტომ დაძაბულია ეხლა ლივერპული twins თამაშობს. წარმოიდგინე ეს და ერთი ნაბიჯი. აშორებთ მერე რომ ითამაშონ საპრიზოზე. წამო დავიკიდოთ თამაში ჩვენ. ჩავიდეთ. საქმე ვაკეთოთ. მე ქვევით ჩავედი და იქ ყურადღება მიაქციეთ რა.
ეხლა ნახე რა ხდება აქ. აქ იქნება ფინალი. ესე ცენტრში დადგება მაგი და რომ დაიწყება შაქრება შუქები და აინთება ეს ისენი და სკამებიც აინთება და და იქიდან მე დაჯილდოებაზე აი ჩემპიონი რო აწერია იქ უნდა იყოს და იქ დადგება ჩემპიონი და იქიდან კანფეტი გადმოფრინალდება და მოიგებს თასს და იმ თასს გადავცემთ და იქნებით ბედნიერები მოკლედ და თან გამარჯვებული მესტიაში უეჭველი მიდის. აქ რა ლამაზად მოგიწყვიათ აი კარებიც დგას ისიც დგას ის რა თქმა უნდა ის კუბიკებიც აქ დასადგმელი იყო ალბათ მე ის ბანერებიც ესე უნდა ჩადგეს არა ეს აქეთ ხო ესე რაღაცნაირად კაროჩ ჩადგით რა ბანერები აი იქნება რა მოკლედ აი რუსთავი ყოჩაღ რა ანუ ქალბატონი ნინო თელიანად მერის სამსახური ყოჩაღ რა ეს არის იმხელა ნახტომი რომ არც ერთმა მუნიციპალიტეტმა არ უნდა დააგდოს თამასა და არც დავაგდებინებთ არც არავის ნურსრული გავეკარება ისეთ თამასას შეხედა ვერსავინი შეედერება მოგესალმებით გასაკალბატონებო და ბატონებო კეთილი იყოს თქვენი მობრძანება რუსთავის ახალ სპორტის სასახლეში როგორი ხედი გვაქვს ძალიან სასწაული პირდაპირ FC Pro Open-ზე მგონია თავი იმიტომ რომ აი ძალიან კარგად გამოიყურება იწყება აქ მზადება უკვე ყველაფრისთვის და თქვენ ხედავთ შესანიშნავი ატმოსფერო აქ უკვე ხედავთ ლივერპული დაუპირისპირდება რეალ მადრიდს თამაშზე და თან ამასობაში მოუყვეთ პარალელურად კი ასევე ვთქვათ მოდი რომ რეალ მადრიდით ითამაშებს სანდრო ჭანტურიშვილი ხოლო ლივერპულით ითამაშებს საბა ახალკაციშვილი რომელ კაცს გინდა რომ პასი გაკეთდეს შენ თვითონვე ხსნი ამ კაცს და ძალიან კარგად და თითქმის 99% პასტაკეთი კარგი სტეფანოვი დათმობად ბრავო ახლოში გაიტანა აქ სანდრო ჭანტურიშვილმა და 1-0 ხდება ანგარიში. სანდროს ულოცავ მის გულშემატკივრებს. ულოცავ აქედან ვიტყვი რომ საბამ ცადა მეკარის გადაწევა, მაგრამ სანდრომ დაინახა რომ ახლო კუთხე თავისუფალი იყო და გამოიყენა ეს მომენტი. ხო, ამ შემთხვევაში გრძელდება ის. გუთის დაჭერაზე კარგი გადაცემა კილიან მბაპე დარტყმა შეიძლება და კარგად თამაშობს. ძალიან სახიფათო მომენტი იყო და კარგი მომენტი იყო. ნახოთ. მოდერნ როცა დააჭერ კაცი გარბის და გეხსნება ისეთ სივრცეში. ნახოთ აბა შევეთუარან გავეთუარ. ასე შეიძლება დარტყმა შეიძლება. რა თამაშია მესოჩემო თამაში. ძალიან კარგი გოლი შემოგთავაზა, იმიტომ რომ არეოდებოდა კაცი თქვენ დაინახავდით ძველი ედგა ძალიან კარგად და არეოდებოდა აქ სანდრო ჭანტურიშვილი დიდი ალბათობით ამ დარტყმას, მაგრამ 1-1 ხდება ანგარიში და ვიტყვი რომ კიბერ 35 წუთში უკვე ამართლებს. მოდი ვთქვათ 1-1 დაიძაბა უკვე სიტუაცია. ეს ხდება. ნახოთ აბა. თუ იქნება როგორი პასუხი აქ იჩქარა და ცუდი დაკარგვა და ამოსვლაზე განაპირობებს ხოლმე აი ზუსტად ამ პასებს საუბრობდი ეს პასი არის აი განწირული ანუ როდესაც ამოდიხარ ყოველთვის დიდი მნიშვნელობა აქვს რომ ბურთი ამოსვლის დროს არ დაკარგო მაგრამ სამწუხაროდ საბამ დაკარგა და სანდრო ჭანტურიშვილმა ძალიან კარგად გამოიყენა ეს მომენტი და 2-1 განსხვავებით 2-1 გახდა ანგარიში გარბის ფლანგზე ნახოთ როგორი გაგრძელება პასი ჩანს აქ შეიძლება კარგი გადაცემა და მე რამდენი მომენტი მეორე ტაიმ პლეიერის წარმატებაში ფიქრობენ რომ არ აქვს დიდი როლი მაგრამ მე არ ვფიქრობ ასე ძალიან დიდი როლი აქვს ბექებს ჩაწოდება შეიძლება მაკრატელა ლამაზი იყო ეს ლამაზი იყო მაგრამ მაკედა მაკრატელა მადლობები მინდა ვთქვა აუცილებლად პირველ რიგში ქალაქ რუსთავს მინდა რომ მართლა დიდი მადლობა გადაუხადო ამ ყველაფრისთვის ახოთ აბა მოკლედ რუსთავმა უმასპინძლა შეიძლება ითქვას
ესე ხმამაღლა შეიძლება ითქვას, რომ ეს პირველად არის, როცა ქალაქმა უმასპინძლა კი. რაც განწყობა იყო რუსთავში ეგეთი, რომ აი რაღაცა ისეთი რა, აი დიდი ამ მოიხდებოდა მოკლედ. აი რა შემოხვედი რუსთავში გაჩერებებზე ხო ნახე რომ გადის კი. ვიდეოები ტურნირის იქ ხიძე დროშები ფრიალებს ტურნირის მადლობა რუსთავის მერიას, რუსთავის მერს დიდი მადლობა და ჩვენ სპონსორებს მინა გადაუხადო დიდი მადლობა. არ ვიცი, ამას გამოყენება უნდა სალახი მარჯვენა ფლანგიდან. კარგი მომენტია შეიძლება აქტიურობა პენტი პასი იყო საჭირო. წუთია დამატებული, უნდა გადავიდეს მეტოქის ნახევარზე, გაკეთდა ეს პასი, ნახოთ სალაჰი. დასრულდა მატჩი და მილოცავ მის გულს შემატკივრებს. გამარჯვებული მესამე ადგილს აღმართულია რუსთავი ქასი.